Დავай მეგობრებო, დასრულდა Apex-ის ივენთი, პირველი Apex-ის ივენთი UFC-ის Paramount-ის ერაში. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ შედეგებზე, გავვრებ პარალელს თუ რა პრედიქშენები ქონდა და რა მივიღეთ, თუმცა მთავარი ეს არ არის, უფრო მნიშვნელოვანი რაც ამ ვიდეოში იქნება ის რომ ასე ვთქვათ, პატარა ანონსს გავაკეთებ ჩემი ახალი მოფიქრებისა რა, ისევ და ისევ ამ არხზე ისევ და ისევ ვიდეოზეა საუბარი, თუმცა ვარაუდობ თვეში ერთხელ მექნება ცოტა განსხვავებული ვიდეოები. ეს ალბათ უფრო იმ პერიოდებში, როცა გვაქვს პაუზა, დაუჭირთ რომელიმე შაბათ-კვირას პაუზა გვაქვს და არ არის UFC-ის ივენთი, მაგ პერიოდში დავდებ ხოლმე ეს ვიდეოებს, რომელსაც დავარქვი ასეთ სახელი მეცაც გეტყვი ამ რუბრიკა, რაღაც დავარქვით მოკლედ ასეთი. სადაც ვიდეოდაში დაეთმობა ყურადღება არა რომელიმე კონკრეტულ ივენტს და რომელიმე ორგანიზაციას დაუშვათ, არამედ თქვენს შეკითხვებს, ანუ მოგესმ ხედავ მე ამ პროექტს ყველა ვიდეოში, აი ამ ვიდეოშიც მაგალითად ნებისმიერ ვიდეოში რომელიც UFC-ის რომელიმე ივენტს ეხება, თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენი შეკითხვა, რამე შეკითხვა თქვენ ჩემთან. მე შევაგროვებ შესაბამისად ყველა ასეთ შეკითხვას, მე ყველა კომენტარს ვკითხულობ ისედაც ჩემ ვიდეოებზე, შევაგროვებ ყველა შეკითხვას აბსოლუტურად და აი ამ კონკრეტულ ამ ტიპის ვიდეოში, ანუ მეცაც გეტყვი ვიდეოში, შევეცდები გიპასუხოთ ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც წინა ვიდეოების განმავლობაში, ასე ვთქვათ, კომენტარებში იყო დასმული თქვენს მიერ. ნახოთ რომ ნამდვილად საინტერესო გამოვა, ნამდვილად გაამართლებს, ყოველ შემთხვევაში და ბედის მონახევარეაო და მოგესალმებით, მომდევნო შაბათს არ არის UFC, ანუ ამ უიკენდზე UFC-სგან ვისვენებ და პირველ ასეთ ვიდეოს გავაკეთებ. სწორედ ამ შაბათ-კვირას, შესაბამისად, თუ რამე შეკითხვები გაქვთ ჩემთან, უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ და დასვათ კომენტარებში. ხო, ამ თემას კიდევ დავუბრუნდები, მოდით გადავიდეთ ვიდეოზე, ბოდიში იმ ივენტზე, რომელიც გასულ უქმეებზე ჰქონდა. მანამდე გეტყვით, რომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ალაიქეთ, მოიწონეთ ის ვიდეოები და გამოიწერეთ ჩემი არხით, მით უმეტეს აი ჩემი ახალი გამოწყებას თუ გაინტერესებთ, რო არ გამოგეპაროთ, გქონდეთ გამოწერილი. ახლა კი დაუბრუნდეთ ისევ Fight Night-ის ივენტს Apex-ში, ბაუტისტა ოლივერა თავარი ბრძოლით. პრინციპში პრედიქშენები რაც ჰქონდა, ძირითადად დაჯდა უმნიშვნელო რა, საკმაოდ მნიშვნელოვან თავარ ბრძოლაში ავწდით და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. პრელიმ ქარდზე ჩვენ ვისაუბრეთ რამოდენიმე ბრძოლაზე, ხო, ჯავიდ ბაშარაძე და საიდ ნურმაგომედოვზე ვისაუბრეთ, სადაც მე გავრისკე და ფავორიტად ჯავიდ ბაშარატი დავასახელე. ბაშარატმა მოიგო ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ საიდ ნურმაგომედოვს არ მოუგო, და საიდ ნურმაგომედოვი მოგესალმებით ჩაეხსნა ბრძოლას და ნუ მის ნაცვლად მოძებნეს, სასწრაფო წესით მოძებნეს დებიუტანტი ჯანი ვასკესი, რომელიც ერთდროულად გაწოლებით დაამარცხა ბაშარატმა, ასე რომ აქ ბევრს ვერ ვისაუბრეთ რაფერზე. შემდეგი ბრძოლა, ხო, ნიკო პრაისზე, ნუ გამართა ჩვენი მოსაზრება, რომ ზოგადად ძალიან გაცვლა ნიკო პრაისი, ისედაც ზოგადად ნოკაუტებში როგორც აგდებდა ეფექტურად მეტოქეებს, თავადაც ხშირად ვარდებოდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გაცდა და შესაბამისად ხა ვერტენდიკოზეც ვერ ვიტყოდით ვერაფერს განსაკუთრებულს რაღაც და ვერ არ შეიძლება ვერტენდიკოზეც საუბარი, რომ საინტერესო პროსპექტზე და ასე შემდეგ. თუმცა ნიკო პრაისის სვეტას ეყო ნიკოლაი ვერტენდიკოზი და მორიგი გათიშვა ვიხილეთ ნიკო პრაისის, რაც უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ალბათ დამეთანხმებით. პრელიგაზე კიდევ ერთი ბრძოლა იყო, აქაც პრინციპში გამოვიცანით, ალექს მორონო რა თქმა უნდა, თავის კრივის იმედზე იყო, რა თქმა უნდა, ისე რომ მთელი კარიერის განმავლობაში არ ცნობს იმას, რომ ბევრად უკეთესია გრეპლინგში ვიდრე ფეხზე. ნუ დანიელ დონჩენკოს მეტი რა უნდა და ოღონდ მუშტები აქნევინე და ბუნებრივია ეს ვარაუდიც გამართლა და უკრაინელი გახდა გამარჯვებული. გამარჯვებული კი არა, საერთოდ რას გაუძლო აქ ალექს მორონომ ცალკე თემა. პრინციპში მე უფრო სიმართლედ უფრო ვფიქრობდი, რომ გათიშავდა დონჩენკო. კი ვერ გათიშა საბოლოოდ, მაგრამ რა ვიცი ხა. ეს უნდა გათიშულიყო ისეთები მოარტყა ალექს მორონოს და ერთხელ არა, ამდენჯერმე უნდა გათიშულიყო მორონო ჩემი აზრით.
ეს რაც შეეხება პრელიმინარი კარტს, გადავედით მთავარ კარტზე. დასტინ ჯეიკობი, ჯულიუს ვოკერი. აქ სხვადასხვა ეს პირველი ბრძოლა, სადაც ასეთთვის შევწდი, შეიძლება იყო ეს. ჯულიუს ვოკერი მეგონა რომ გაიმარჯვებდა მაინც ახალგაზრდა შიმშილის ხარჯზე. თან იმის ხარჯზე დასტინ ჯეიკობიზე, როგორც მოგახსენეთ იგივე აზრზე და ამ ბრძოლაში დაადასტურა შორის მოსასწრება რომ ესეთი ძალიან დასტინ ჯეიკობიზე რთულია გაკეთო პროგნოზი, იმიტომ რომ მას შეუძლია დაამარცხოს ესეთი მეტოქე, რომელიც სულ არ აუცილებელი რომ ამარცხებდეს ჯეიკობი და მეორე მხრივ შეუძლია დამარცხდეს ისეთი მეტოქისთან, რომელთანაც სულ არ არის აუცილებელი რომ მარცხდებოდეს ჯეიკობი. ესეთი მებრძოლია რა. თან არ არის საუბარი სტილისტიკაზე. ორივე შემთხვევაში სტრაიკერი, რაც მას უყვარს, შეიძლება ყავდეს მეტოქე, მაგრამ ერთ შემთხვევაში, როცა თითქოს სულაც არ უნდა იყოს ანდერდოგი და შეიძლება ფავორიტიც იყოს დამარცხდეს და სხვა შემთხვევაში პირიქით. აი ეს ბრძოლაც გარკვეულწილად იყო ამის დადასტურება. პირველ რაუნდში პირწმინდა წააგო. მეორე რაუნდში არ ვიცი, მე ვფიქრობ მაინც ჯულიუს ვოკერი ცოტა გათამამდა და ზედმეტად ჯულიუს ვოკერი თავიდან ნერვიულობდა. პირველ რაუნდში ძალიან კარგად წარმართა ბრძოლა, გადაიყვანა მიწაზე. კიდევ არავის ხარჯზე პირწმინდად მოუგო პირველი რაუნდი და მეორე რაუნდში ეთქვა ჩათვალა რომ მარტივი ლუკმა ერგოდა ცოტა ყურადღებოდი, ასე ვთქვათ, ისარგებლა გამოსილმა დასტინმა და გათიშა ეს ჩვენი ახალგაზრდა არ ვიცი უკვე პროსპექტი დავარქვათ თუ არა. ასე თუ ისე სამბოგებიანი სერიით არის უკვე, მშვენიერი სერიით არის დასტინ ჯეიკობი და ნახოთ რას გაჩერებას არ აპირებს აშკარად და ნახოთ ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. აი თუნდაც მის მეც გადავხედოთ, ხო, ხა. დომინიკ რეიესთან წააგო ნოკაუტით პირველ რაუნდში. რატომ მე დომინიკ რეიესს ძალიან მომწონს, მაგრამ ფეხზე დასტინ ჯეიკობს, აი ესეთ კიკბოქსიორი, ხო, ბევრად უკეთესი სტრაიკერია, ჩემი აზრით დასტინ ჯეიკობი ვიდრე დომინიკ რეიესი. რეიესი მოგეხსენებათ გასულ ეს ბრძოლას და რეიესის არასდროს არ ჭიდაობს ფეხზე იბრძვის. რატო აუცილებელი რომ დომინიკ რეიესს გაეთიშა დასტინ ჯეიკობი მეორე წუთზე, არ ვიცი. აი ეს ტიპი მებრძოლია უბრალოდ ჯეიკობი, შეიძლება წააგოს. მაგრამ მოულოდნელად შეიძლება მოიგოს, ყველანი მოულოდნელად არა, ახლა რატო იყო მოულოდნელი პრინციპში, მაგრამ მაგალითად ისეთი ბრძოლა, რომელშიც აუცილებელი არ არის იგებს. ნომდენი ბრძოლა მთავარ ქარtze იყო ჯავიდ ბოდიში, ფარიდ ბაშარაძე და ჯინ მაცუმოტოსთან, ფარიდ ბაშარაძე და ჯინ მაცუმოტოს შორის ამ ბრძოლაში დღეს ძალიან დიდი ფავორიტი იყო ბაშარაძე, თუმცა რომ ვისაუბრეთ ჩვენ ამ ბრძოლაზე და მე გამოსაზრებელს პრედიქშენი ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან 50-50-ია მეთქი ეს მებრძოლი თუ აქ ეს ბრძოლა თქო მე აქ არ ჩავშლი ასე ვთქვათ არგუმენტებს წინა ვიდეოში აქ ახსნელი რატომ და ძალიან მიჭირდა აქ გამარჯვებულის გავლა სხვა შორის მე კი საბოლოოდ გაუჭირდა გამარჯვებულის გავლა იმიტომ რომ შეახსენებთ რომ პრინციპი 50-50-ის როგორც ეკადრება ისეთი შედეგი მივიღეთ ზუსტად გაიყო საჯების გადაწყვეტილება არამარტო საჯების ალბათ კამათობენ დღესაც ვინც ნახა ეს ზონა ძალიან ბევრი იმიტომ რომ მართლა იქითაც შეიძლება და აქეთაც ჩემი აზრით მე რო ყოფილიყავ საჯის სიმართლე გითხრათ თითქოს უფრო მაცუმოტოს შეიძლება იმეცა ბრძოლა თუმცა ნამდვილად აუცილებლად ესე იყო ნამდვილი სპლიტი იყო ეს რა და შეიძლება თავისუფლად ვინც ფრის რომ ფარიდ ბაშარატმა მოიგო ის აქვს თავისი არგუმენტები და ნამდვილად ვერ გაამტყუნებ ოსობაში დადასტურდა რომ დიდი ფავორიტი იყო ბაშარატი მასე არ იყო საქმე და ძალიან თანაბარი და კონკურენტული ბრძოლა მივიღეთ. შემდეგი ბრძოლა მიხეილ ოლეშიჩუკი და ანდრე ბარიო აქაც გამართა ჩვენი მოსაზრება თან აქ შეიძლება თქვეს ორ მაგარ გამართა იმიტომ რომ ნუ ფავორიტად ოლექსეიჩუკი დავასახელეთ და ასეც იყო მოუგო პირწმინდად აქაც სხვათა შორის ისე როგორც დონჩენკო მორენოს ბრძოლაზე ვისაუბრეთ იგივე შეგვიძლია ვთქვათ საერთოდ სასწაულებს გაუძლო ბარიომ მართლა სასწაულებს თან პასუხობდა კიდეც რა უბრალოდ კი არ უძლებდა და იხებდა დარტყმებს საკმაოდ ისე ცდილობდა და გამოსდიოდა შიგადაშიგ პასუხებს თუმცა ოლექსეიჩუკი ბევრად ჯობდა გუნდებია და ორ მაგარ გამოვიდა იმას გულისხმობ რომ უგასოთ ამ ბრძოლაზე ვთქვი რომ ეს ნომერ პირველი კანდიდატია fight of the night-ის ბრძოლის რა აი ყველაზე მეტი შანსი თავარია მალე არ დამთავრდეს ეს ბრძოლა მეტი იმიტომ რომ იყო შანსი რა თქმა უნდა ისეთ სტრაიკერები ხდებოდნენ რომ შეიძლება ნოკაუტი მივიღო პირველ რაუნდში დაუშვათ ნუ ასეთ მოკლე ბრძოლაზე fight of the night-ს არ აძლევენ ხოლმე რომ ბრძოლა ცოტა დიდი ხანი უნდა გაგრძელდეს თუნდაც პირველ რაუნდს fight უნდა გასცდეს და თუ ბრძოლა დიდი ხანი გასწანა პირველი კანდიდატია თქო
Fight of the Night და ეს მოხდა სხვა Fight of the Night-ის ბონუსი სწორედ აი ამ ბრძოლამ მიიღო. შემდეგი ბრძოლა და კვლავ გავარტყით შეიძლება ითქვას რიзвან კუნიევი ხდებოდა საერთოდ ალმეიდას უკაცრავად ალმეიდა იყო ფავორიტი. ალბათ ხა აქ არ ვისაუბრებ, აქ მოკლედ ვიტყვი რომ რასაც ალმეიდა აკეთებს ყველა ბრძოლაში ის ნომერი, ასე ვთქვათ, ჟარგონზე რო ვთქვათ, კუნიევთან არ გაუვა მეთქი, გამომდინარე კუნიევმა იცის ჭიდაობა პლუს კუნიევი Hell Camps გაიგეთ დაღესტანში სადაც მოჭიდავეებთან და თეიქდაუნების წინააღმდეგ დაცვაში შედიოდ შეიძლება ივარჯიშო პლუს არაფერი ხა ზუსტად იცი რა უნდა ელოდო რატო ამედას რაღაცა მოულოდნელობები არ გელოდება და ფიქრობ იმას რაც ზოგადად ალმეიდა ცდილობს გაუკეთოს მეტოქებს კუნიევთან არ გამოვადგო ასეც მოხდა ვერც აქცია კუნიევი და მეტი არგუმენტი არ ქონდა კი გამოჩნდა რომ ხელები საკმაოდ კარგია კიდიაში ჯაიტონ ალმეიდას იქ რაღაცა სწრაფი ხელები აჩვენა რამოდენიმეჯერ როცა სტრაიკინგი მოიშველია ასე ვთქვათ როცა სტრაიკინგი მოიშველია ასე ვთქვათ ქონდა კაი ეპიზოდები თუმცა და ჩვენ როცა პრედიშენს ვაკეთებთ იცი რა გავაკეთოთ ხო თეორიულად მას რა აქვს კაი და რა შეიძლება გამოიყენოს გასაგებია ესე შეიძლება გავიტყვას მაგრამ თუ აი კარგი მაგალითი მოვიტანე მორონოსე რა მორონოსა წინვალე გრეპლერი მე ძალიან თავისგან დაუფასებელი ასე რამდენჯერაც მიწაზე გადაიყვანეს მორონო იმდენჯერ მეტოქე მინანა იმიტომ იმდენჯერ გაფსკვაჩა მთელი კარიერის განმავლობაში შეხედოთ თვითონ არც ერთხელ დაუწამიტებია მაგრამ არ იყენებს თავისი ინიციატივით იმის იმედზე უნდა იყო რომ მას მეტოქე გადაიყვანს მიწაზე მეტოქე მოგეხსენებათ მორონოს ყავდა დონჩენკო რომელიც უყურთ ფეხზე ბრძოლა უნებრივია მიწაზე არ გადაიყვანდა დონჩენკო და ასე მოხდა ხო აი იგივე შეგვიძლია დაახლოებით თქვა საერთოდ გასაგებია რომ მას აქვს რაღაცა კარგი სწრაფი ხელები და რაღაცა მასე სახში და კარატაში შეიძლება ბევრი რამე აქვს ამას მაგრამ არ იყენებს და ამიტომ არ მიზენოდა ალმეიდას ხელების ამ ბრძოლაში იმიტომ რომ თუ არ გამოიყენებ ამ ხელებს რა კონდეს რა შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ მომდენო ბრძოლაშიც უბრალოდ მე ჭირა რომ მომდენო ბრძოლაშიც გამოიყენოს ალმეიდამ ეს თავისი სწრაფი ხელები ბჭყალებში მოგლედ აი ესეთი ვარაუდებით რომ იმან როის გამოიყენოს რაც არასდროს არ გამოუყენებია ნუ არ ვიცი მე ასე პრეზიდენტს არ ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის პრეზიდენტს ვერ ხედავდი ალმეიდას გამარჯვებას და მოხდა ის რაც უნდა მოხდარიყო რიзвან კუნიევი ძალიან მიუახლოვდა ტოპ 5 შეიძლება გახდა კიდეც არ ვიცი სიმართლე ვთქვათ არ მინახავს განახლებული რეიტინგები მე 6 ნომერი იყო შეგასეთ რატო ალმეიდა და შესაბამისად რიзвანი მინიმუმ ტოპ-5-ში შესულია ორ ბრძოლაში. შემდეგი ბრძოლა მივადექით კომეინს, აქაც ზუსტად გამოვიცანით ყველაფერი, რაზეც იყო საუბარი, გამოვიცანით რომ მაინც ფავორიტი უნდა ყოფილიყო გიოჯი ჰორიგუჩი და აიმაჯო ჰორიგუჩი და ისიც გამოვიცანით რომ ალბაზი ზოგადად სტილისტურად არ იყო კარგი ვარიანტი ჰორიგუჩისთვის. რა გულისხმობ. მე ჰორიგუჩი ძალიან ბევრი ბრძოლა მაქვს ნახი და მას იმიტომ ხსნი რომ ზოგადად ახალ მოსულია UFC-ში. ახალ მოსულია, თავის ძოზე იყო და სერიოზული ამბები დაატრია რა ჰორიგუჩი. UFC-ში, მაგრამ ნუ თანამედროვე მაყურებელს ალბათ არ მოესწრო ასე ვთქვათ იმ პერიოდს და ახლა ხედავთ რომ მობრუნდა UFC-ში, მხოლოდ ერთი ბრძოლა ქონდა ნახი ჰორიგუჩის, მაგრამ ჰორიგუჩის ერთ-ერთი თავარი არა, ძალიან ბევრი არსენალი აქვს ზოგადად ჰორიგუჩის. ძალიან მრავალფეროვანია. ბევრ რამეს იყენებს ზოლის დროს ზოგადად. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მისი ჭიდაობა. აი ეს თავისი მერაბისნაირი ჭიდაობა, არ არის აუცილებელი კონტროლი კონდეს იქ ყველაფერს ურევს შედის ტექნოლოგიაზე და აგდებს კიდე შეწამოდგენ კიდევ და აგდებს შორიდან დარტყმები ძალიან გავს სტილისტურად აი რასაც აკეთებს ჰორიგუჩი ძალიან გავს იმას რასაც აკეთებს მე რაც აკეთებდა მერაბი თავის საუკეთესო ბრძოლებში რადგან და სტილსაც იმედია მერაბი დაუბრუნდება ისევ და აი ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი ჭიდაობა შეიძლება არ გამოსვლოდა თქო ამირ ალბაზის იმიტომ რომ ძალიან კარგია ჭიდაობს ალბაზი ძალიან რთულია ამის ჭიდაობით დაღალო და ძალიან ცუდი საერთოდ წააქცია ასეც მოხდა თუ დააკვირდებით ჭიდაობა საერთოდ გამოთიშა ჰორიგუჩი იმიტომ რომ ნახა რომ არ ვარგა ალბაზისთან ჭიდაობა პირიქით რამდენი პირობის გასვლა იყო აღმოჩნდა რომ იქ მეტი შანსი აქვს ამირ ალბაზის ამიტომ ჰორიგუჩის ეს არის პრობლემა საერთოდ გამოთიშა ჭიდაობა და უკვე აი ეს თავისი ცეცხლოვანი თამაში მანგუსტისებური მოძრაობები წრეზე სირბილი მეტოქის სირბილი და ჩხლეტები სხვადასხვა დონეზე გააგრძელა on ჩხლეტებიდან ამოიღო ასე ვთქვათ ერთ-ერთი ტიპის ჩხლეტა როგორიც არის მისი ეს შევარდა ტექდაუნზე ხო უბრალოდ მეტი არაფერი და აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვა გაამართლა ფავორიტის სტატუსი და ჰორიგუჩიზე
არ გაგვიკვირდეს რომ მომდევნო ბრძოლა ხორეგუჩის კონდეს უკვე სატიტულო. სავარაუდოდ მაინც ჯერ ერთი ბრძოლა უნდა მოუწიოს, თუმცა ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული. მე პირაში გეტყვით პირდაპირ რა ვარიანტს გულისხმობ, ან მოვლენათან როგორ განვითარებას. ძალიან დიდი შანსია რომ საჩემპიონო ბრძოლა პირდაპირ მიიღოს ტაცურო ტაირამ. ჯოშოვანია როგორც ვიცით ჩემპიონი წესით, სამართლიანი არ თქმა უნდა მატჩი პანტოჯასთან ისე მოხდა, ისეთ არ მოხდა იმ ბრძოლაში რომ ხა ძალიან უიღბლობის გამო დაკარგა პანტოჯამ ხამარი შეიძლება έτσι ითქვას. სამართლიანი იქნება თუ პირდაპირ მატჩი ჩაინიშნება, მაგრამ თუ ან პუნალობის გამო პანტოჯას პუნალობის გამო რაღაცა მიზეზი ეს ჯერ ვერ შედგება. დაშინ ალბათ ნომერ პირველი პრეტენდენტი ჯოშოვანთან ბრძოლაში ბრძოლისთვის არის სწორედ ტაცურო ტაირა. ამ ბრძოლაში რა ვიცი, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უდიდეს ფავორიტს ვხედავ. თუ ეს ბრძოლა ჩაიშა, უდიდეს ფავორიტად ვხედავ ტაცურო ტაირას იაპონელს. შესაბამისად, თუ ტაირა გახდა ჩემპიონი, აი როგორც აი ხა ლეპტოპს უყურებ, ისე ვხედავ რომ უკვე იგეგმება სადღაც დეკემბერში ან ნოემბერში მოკლედ შემოდგომაზე, უკვე იგეგმება ივენთი ტოკიოში, სადაც თავარი ბრძოლა იქნება ტაცურო ტაირა მოქმედი ჩემპიონი იოჯი ჰორიგუჩი. ყოველთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ასე დაალაგდა ყველაფერი, მაგრამ არ არის ფაქტი, ასე დაალაგდება, ბევრი რამ სხვა შეიძლება მოხდეს. ნახოთ, ყოველთვის ძალიან მიუახლოვდა იოჯი ჰორიგუჩი იმას, რომ მეორედ კარიერაში მიიღოს UFC-ს საჩემპიონო ბრძოლა შეახსენ, ადრე რო იყო UFC-ში თავის დროზე. ერთადერთი მარცხი მაშინ იოჯი ჰორიგუჩი მიწვნია სწორედ საჩემპიონო ბრძოლაში, UFC-ს საჩემპიონო ბრძოლაში დემეტრიუს ჯონსონისგან. ეს რაც შეეხებოდა ამ ბრძოლას, ხო ძალიან საინტერესოა ჰორიგუჩის გამოსვლა შემდეგ ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში, თორსა ვითომ არ ახსოვდა ვინ იყო ჩემპიონი. აქტუალური ვიცი ჩემპიონი ვარ, ბამ ბუმ რაღაცა ჯოშოვანზე იყო საუბარი. მე მგონია რომ მან იცოდა გვარი მოდ ასე ეფექტური გამოსვლა გამოვიდა. და მივადგეთ თავარ ბრძოლას, აი აქ იყო პრინციპში, სადაც ვერ გამოვიცანით და აი აქ ისევ და ისევ იმ თემას დაახლოებით იგივე თემას რომ დაუბრუნდეთ. ხა ვინისიუს ოლივეირა ხო აღიარებ ბევრი ბრძოლა მის ნახე არ მქონდა, ორი ბრძოლა მქონდა, კაც კარგად მახსოვდა ვინისიუსის, მაგრამ მე რასაც ხედავ ვინისიუს ოლივეირას, ამას ახლაც გავიმეორებ, ძალიან გავს ის ყოველ შემთხვევაში მე ვამსგავსებ მაურისიო რუფის, ანუ მე არ ვამბობ რომ ერთი დონის მებრძოლები არიან, სტილისტურად ვაბზარებ, იგივე სტილობს გააკეთოს და იგივეს რასაც ზოგადად აკეთებს ხოლმე მაურისიო რუფი, ანუ აკვირდება და ერთ დამაზიანებელ ერთ ზუსტ დარტყმას ეძებს. ჯერ აკვირდება მეტოქეს, პოულობს ხრელებს, ცდილობს იყოს ხრელები და შემდეგ ცდილობს აი იმ ხრელებში ზუსტი დარტყმები გადახორციელოს. ეს ის ბრძოლები მე რაც ნახე ვინისიუს გამოსდიოდა და ზოგადად მარიო ბაუტისტა არის ის მებრძოლი, რომელთაც ეს მომენტებში რომ გავიდეს, მიხედავთ რომ კარგი სტრაიკერია, დროს მაინც გაძლევს, იმიტომ რომ ნოკაუტორი არ არის ბაუტისტა, ისე კიდევ ერთხელ გამეორებ, თუ მასთან იბრძვი ფეხზე, როგორც წესი, შენ გაქვს ბევრი დრო და ბევრი დიდი პერიოდი იმისთვის, რომ აი ეს ჩანაფიქრი თუ ამის ნიჭიკაკის გააკეთო. მაგრამ აქ მოხდა რა, აქ მოხდა ძალიან უცნაური რამ, ვინისიუს ოლივეირამ მოულოდნელად გადაწყვიტა ჭიდაობა და პირველივე რაუნდიდან პირველად შემთხვევაში ნახე მოჭიდავე ვინისიუს ოლივეირა. მოჭიდავე რა რამდენად კარგი მოჭიდავე ნახე, ნახეთ, მოჭიდავე ძალიან გამოცულა კარგი, მაგრამ ყოველთვის ის რომ უნდოდა მას მოჭიდავეობა, ეს ნახეთ მოულოდნელად. ხა მიზეზები მე არ ვიცი, მე წავიდა საუბარი, მე წავიდა მაგას მიდიოდა, მაგრამ რაღაც სანამ ამას არ დავინახავ, ამას არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას პრედიქშენებისთვის. საუბარი რაზე, რომ ის 25 კილოს იკლებს და შესაბამისად კი, როგორც აღმოჩნდა და შემდეგ კიდე გავიგე ამაზე ინფორმაცია, რომ ის ძალიან ბევრს იკლებს და საერთოდ ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება საერთოდ ბოლო ბრძოლა იყო მისი ამ ზონაში. შეიძლება ეს მიზეზი რაღაც უცნაური ქცევისა მისი ბრძოლაში, ზოგადად ძალიან უცნაური მოძრაობა თავიდანვე ვინისიუს ოლივეირა. შეიძლება ეს იყოს, თუმცა მე კიდევ ერთხელ გამეორებ, პრედიქშენებს ამის მიხედვით არ ვაკეთებ და არც გავაკეთებ. ის რომ ვარაუდზე რომ არ ვიცი, ჩემთვის ყოველთვის ეს ამას ნიშნავს. ადამიანებს თამბობს ამ ზონაში, მე ვფლი და ვიღებ ამას ისე რომ მას ამ წონის დადების პრობლემა ამ ზონაში არ აქვს. კი, შეიძლება იყოს გამონაკლისი და ამას ვითვალისწინებ ხოლმე, როცა დაუშვათ დებიუტი აქვს ახალ ზონაში.
მებრძოლს. კი, ეს რა თქმა უნდა, გაითვალისწინებთ, რომ ამ წონაში თუ არ უბრძოლია და არ ყოფილა ამ წონის მებრძოლი, რა თქმა უნდა, დებიუტი როგორი გამოუვა, აქ შეიძლება რაღაცა პრედიქშენში გაითვალისწინო, რომ ეს შეიძლება ამ წონა ვერ დადოს, გაუჭიდეთ, აშენდეთ და აშენდეთ. მაგრამ მთელი კარიერა ამ წონაში იბრძვის. ასაგები ორ თურმე ბოლოს გაუჭიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე ყოველ შემთხვევაში მე თვითონ ამის შემდეგაც ასე მოვიცნობ, მებრძოლი თავის წონაში გამოდის. ბოლო პერიოდში უჭირს წონის ჩაგდება თუ წონის დადება თუ რაღაცა სუსტება თუ რა ხდება, ნუ სანამ ამას არ დავინახავ, მე ამას უბრალოდ მე ვფიქრობ, არასწორია ეს გავითვალისწინო. მას შეიძლება ძალიან ბევრი რამ გავითვალისწინოს. ჰოროსკოპს ჩავხედოთ, იცი რა, ის არის ვერძი და აი მარტში აი ზებირად ვამბობ, ხარ ვიცი, ვერძებს და მარტთან დაკავშირებით რა აქვს, მაგრამ ზოგადად ხო ხდება ამ რაღაცებს, რა ვიცი, მე ვფიქრობ, მე არ ვითვალისწინებ ყოველ შემთხვევაში, ახლა თუ იმეს სხვას სურს გაითვალისწინებს, ამიტომ შესაძლოა ამ რაღაც მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ სპორტთან კავშირში იმებს ვერ გავითვალისწინებ. მაშინ ის უნდა გაითვალისწინოს, შეიძლება ტრავმა მიიღოს. რა თუ არ შეუძლია წონის დადება და გამოდის ამ წონაში, მაშინ სულელი ყოფილა და რაც გამოდის ამ წონაში. ხო? და მე ხა პრედიშენ ეპიზოდს არ ვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას მებრძოლებს, ამიტომ სულელად აპრიორი თავიდანვე არ ამოცემულობით ყოველ შემთხვევაში არ ვაკეთებ პრედიშენს. რა შეიძლება მაურიო ბაუტისტას მე ვფიქრობ, რომ მაურიო ბაუტისტამ აქ ახალი არ გააკეთა, ის რომ გრეპლინგი მას აქვს ნორმალური ეს აქამდე ვიცოდით 6 გამარჯვება შეერთდა მას საბეჭდებით აქ და წინა ვიდეოში ვთქვი რომ მიხედავთ რომ სტრაიკერია და ძირითადად ფეხზე იბრძვის უფრო მეტი ფინიში აქვს, ორჯერ მეტი ფინიში აქვს და ეხლა კიდევ უფრო გაუმჯობესა სხვა ჩვენს ეს მაჩვენებელი სწორედ პირველ მაჩვენებლებით მხოლოდ 3 აქ ნოკაუტები და ის 3-იც გითხარით ერთხელ ექიმა და გამოაცხადა ტექნიკური ნოკაუტი არ მისცა მეტოქეს ბრძოლის გაგრძელების უფლება, ერთ შემთხვევაში კიდე მუხლი მოარტყა, მფრინავი მუხლი, ახლა მფრინავი მუხლი ნებისმიერ შემთხვევაში თუ კარგად მოხდა თიშავს და ვინც მფრინავი მუხლით თიშავს, ეს კონკრეტული ეპიზოდი არ გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ის არის ფინიშერი და ნოკაუტორი. ანუ ხელით მარიო ბაუტისტა ვერ თიშავს, როგორც წესი. მოკლედ მარიო ბაუტისტამ გაიმყარა თავის პოზიცია, ახლა არ მგონია დიდად დაწინაურდეს მარიო ბაუტისტამ, მაგრამ სხვაჯერ საინტერესოა ვის წაუყენებენ მას მეტოქედ, ნუ ამაზე ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ, შემდეგ ეს ბაუტისტა ნაკლებად საინტერესო მგონია თქვენთვისაც ბაუტისტა არ მგონია ბევრი ფიქრობს ბაუტისტას ბეძზე სამომავლოდ, თუნდაც ამ დივიზიონში ბევრი უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო რაღაცებია გადასაწყვეტი. ვინისიუს ოლივერესი არ ვიცი მე, ნუ ახლა თუ არ შეუძლია მართლა ამ წონის დადება და კვდება როდებს ამ წონას, მაშინ არ უნდა დადოს ეს წონა და უნდა გადადის სხვა წონაში. ეს გადაწყვეტოს თვითონ. პრინციპში ეს იყო რაც მინდა მე თქვა, ახალ ივენტზე, მომდენო ივენტზე, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვისაუბრებ, შორს არის იქამდე და მომდენო ივენტი UFC-ში შეექნება 21 უბრალოდ ჩვენ დროით 22 ფებრუარს ჰიუსტონში ჩატარდება ივენტი, თავარი ბრძოლა გვექნება სტრიკლენდსა და Antonio Hernandez შორის ძალიან საინტერესო ბრძოლაა ეს და ზოგადად ივენტი ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ამ ივენტზე იმ კვირაში, შუა კვირაში დავდებ ვიდეოს და აქაც გავივლით პრედიშენს. ეს რაც შეეხებოდა ბოლო ივენტს. ახლა გადავალ უკვე კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ ანონსს, რითიც დავიწყე ეს ვიდეო. ამ უქმეებზე შაბათ-კვირას დავდებ პირველად ვიდეოს, ოღონდ ამისთვის სჭირდება კითხვები. მომწერეთ კომენტარებში კითხვები, ძირითადად აქ უნდა MMA-ზე ველოდები კითხვებს, თუმცა შეგიძლიათ სპორტის სხვა სახეობებზეც მომწერეთ დამისვათ კითხვები. არა მარტო სპორტზე, შეიძლება სხვა თემაზეც გავცეთ პასუხი, ნენერა დაგვანახებს პრინციპში ეს საქმე, ეს მეცაც გეტყვი დაგვანახებს რაზე ვისაუბროთ. ჩემი თხოვნა იქნება ჯერ დავიწყოთ მაინც სპორტში MMA და ნუ სპორტით მაინც და შემდეგ ნახოთ შეიძლება საქმე მოითხოვს და გვაჩვენოს რომ შეიძლება სხვა თემებზეც საუბარი თუ რა თქმა უნდა ჩემი აზრი გაინტერესებთ იმ სხვა თემებზე. დღეისათვის ეს იყო ველოდები კომენტარებს, მოიწონეთ ეს ვიდეო და აკომენტარეთ დასვით შეკითხვები და შეკითხვებს ველოდები გასაკუთრებით კომენტარებში და ერთი თხოვნა მაქვს უბრალოდ რა თქმა უნდა შეკითხვებზე გავცეთ პასუხს ხოლ ადეკვატურ კითხვებზე და მართლა კითხვებზე რომელიც აინტერესებს რაღაც ჩემი თხოვნაა რომ უაზრო და რაღაცა
საღლიცინო კითხები არ დავიცვა, დიდათ ახლა ჩემი გამომწერები არც ხართ ასეთ ხალხი უმეტესობა, სერიოზულ კითხვებს ვსვამ და იმედია ესეც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში ვამბობ, მაინც ვინმე გამვლელმა შემთხვევით რაღაცა გართობის მიზნით არ დაიწყოს ლიცინი, მაინც ასეთ კითხვებს ბუნებრივია დავაიგნორებ. დღეისათვის ეს იყო, ველოდები კიდევ ერთხელ გავიგებ თქვენს კითხვებს, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეოები და დაასვით შეკითხვები, რომლებზეც შაბათ-კვირაც მეცაც კეთყვი.